მშვიდობიანი და ხაზგასმით ვამბობ, უკიდურესად მშვიდობიანი აქციების, საპროტესტო აქციების გაგრძელება გარდაუვლად აუცილებელია. დიახ, ჩვენ სწორედ ჩვენი მშვიდობით უნდა დავამარცხოთ ეს თვითმარქვია ხელისუფლებად წოდებული ბანდა ივანიშვილის თავკაცობით. მაგრამ ამავდროულად ისიც აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლად იმისა, ჩვენ მშვიდობიანად მოქმედებთ თუ არა, დამოუკიდებლად იმისა, რამდენად მშვიდობიანად ვდგავართ რუსთაველის გამზირზე, თბილისში თუ სხვა ქალაქებში, ამის მიუხედავად ხელისუფლება კიდევ ერთხელ გახელდა, კიდევ ერთხელ გავეშდა, კიდევ ერთხელ გადმოვიდა, ასე ვიტყვი, ბოლოს წინის წინა ძალადობაზე, რაც პრინციპში მოსალოდნელიც იყო. დიახ, ივანიშვილი ხედავს რა იმას, რომ ჩვენ რუსთაველის გამზირზე ფოთოლსაც კი არ ვაგდებთ, არანაირად ძალადობრივად არანაირად არ ვუპირისპირდებით მის სპეცნაზად წოდებულ ბანდას, რობოკოპებს და სხვებს. ამის მიუხედავად ივანიშვილი ახლა უკვე კიდევ ერთხელ იწყებს ძალადობას ჩვენს წინააღმდეგ და ძალადობის თვალსაჩინოებები ჩვენ ვნახეთ არა მხოლოდ აბუ-დაბიში, როცა ბანდიტები, რუსი ბანდიტები ზარქუა, სანიკიძე და სხვები დაუპირისპირდნენ მოქალაქეს, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, არამედ ვნახეთ ბათუმშიც, როდესაც ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ზია ამაღლობელი იმის გამო, რომ ის პოლიციელს დაუპირისპირდა და პოლიციელი ამხილა, მიუხედავად იმის, რომ შეეძლოთ გარკვეული ადმინისტრაციული ჯარების დაკისრება მასზე, თლად ობიექტური რომ ვიყო, ის გაუშვეს საპატიმროში. ის დააკავეს, მერე უკვე გამართეს ეს ფარსი სასამართლო და მერე უკვე დააპატიმრეს ბრჭყალებში სამართლის ძალით. ეს ყველაფერი რასაკვირველია გააკეთა დამონებულმა და ჩაჩანაკებულმა, გაუბედურებულმა კლანმა, მოსამართლეების კლანმა, რომელიც იცით თქვენ, რამდენიმე დღით ადრე კი არა, 1 თუ 2 დღით ადრე, რესტორან ბაბილოში ილხენდა და რას აღნიშნავდნენ მაღალი ალბათობით ახალ წელს თუ ძველით ახალ წელს თუ რამე ამბავს, მაგრამ ისინი დემონსტრაციულად იყვნენ თბილისში შეკრებილები იმისთვის, რომ დაეცინათ ქართული საზოგადოებისთვის, ეთქვათ, რომ ჩვენ არც არაფრისა გვეშინია. ეს არის ბანდა და ამ შემთხვევაში გულისხმობ არა მხოლოდ სასამართლო კლანს, არამედ ეს არის ბანდა, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც სისტემურ დანაშაულებზე და ახალ დანაშაულებზე გადადის. მიუხედავად იმისა, კვლავ ვიმეორებ, რომ ქუჩაში მას ეწინააღმდეგებიან, მის ქმედებებს აპროტესტებენ აბსოლუტურად მშვიდობიანად. ბანდის ეს ქმედება ლოგიკურია. ბანდას აქვს დავალება, ივანიშვილს აქვს დავალება მიღებული FSB-სგან, რომელიც ესე შეიძლება მოვთარგმნოთ ხო რუსულად, იქნება დავალება მისებული მისთვის. გადაძაბეთ მაქსიმალურად არაფრის დიდებით არ დაუთმოთ ქართულ საზოგადოებას. FSB-ს დავალება არის ამგვარი, იმიტომ რომ FSB-ს რუსეთს, პუტინს ძალიან ეძვირფასება საქართველოს როგორც ქვეყანა. მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ იმ პერიოდამდე, იმ დრომდე, ვიდრე ის შეხვდება, პირველ შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ ტრამპთან და ეს შეხვედრა შედგება ცხადია, ამ პერიოდისთვის მას მონიშნული ჰქონდეს მეტი და მეტი ტერიტორია ყოფილ საბჭოთა კავშირში, ასე მაგალითად ტაჯიკეთზე
ტრამპი პუტინს ცხადი არ დაელაპარაკება. ტაჯიკეთი ისედაც ფართო გაგებით რუსული გავლენის სფეროში შედის. პუტინისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მეტი ტერიტორია ჰქონდეს მოიღლიავებული, დაგულებული და ამ ძლიერის პოზიციიდან ესაუბროს პრეზიდენტ ტრამპს. 2 ან 3 ან 4 უფრო ზუსტი რო ვიყო, ქვეყანა ესეთი, რომელზეც ლაპა თათი აქვს დადებული FSB-ს, პუტინს, კრემლს, მოსკოვს, რუსეთს. ეს არის რა საკვირველია უკრაინა და პუტინს უნდა რომ მეტი და მეტი ტერიტორია ჰქონდეს დაპყრობილი უკრაინის ამა თუ იმ რეგიონში, რომ მერე იმ პოზიციებიდან ესაუბროს ტრამპს და თქვას, რომ აი ახლა კი დავშორის შორდეთო. ეს არის რა საკვირველია მოლდოვა, რომელშიც ერთის მხრივ რა საკვირველია რუსეთი ვერაფერს გახდა, როდესაც მაია სანდუ კვლავ აირჩიეს პრეზიდენტად, იცით თქვენ რომ მცირედი უპირატესობით. ეს არის რა საკვირველია სომხეთი, საქართველოს ოდნავ მოგვიანებით ვიტყვი, რომელმაც სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც თავდაცვის სფეროში პარტნიორობასაც მოიცავს, გააფორმა შეერთებულ შტატებთან აი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენ დავკარგეთ და რუსეთს რა საკვირველია ძალიან ეძვირფასება ეს ქვეყანა, რომელიც თავის მხრივ მან გადააგდო და მიატოვა ყარაბაღის კონფლიქტის პერიოდში და პირობებში და დროს. და ეს არის ხო სომხეთზე კიდე ისიც უნდა ვთქვათ, რომ სომხეთმა კი გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, მაგრამ საქართველოს გარეშე, საქართველოს ლოკომოტივობის გარეშე სომხეთის გზა ევროსტრუქტურებში, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში პრაქტიკულად ჩახერგილია. რაც არ უნდა გააკეთოს სომხეთის ლიდერმა ფაშინიანმა, თუ საქართველო არ იქნება ადეკვატური ქვეყანა, ის არ იქნება მოწინავე ქვეყანა, ის არ იქნება ლოკომოტივი, გავიმეორებ ამ სიტყვას, სომხეთის ნებისმიერი მოქმედება, ნებისმიერი ინიციატივა, ნებისმიერი წიაღსვლა ფუჭი ამაო იქნება. და რუსეთისთვის რა საკვირველია კავკასიის გასაღები, კავკასიის რეგიონის გასაღები. საქართველო არის უმნიშვნელოვანესი. შესაბამისად, FSB იძლევა ამგვარ დავალებას, რომ არ გადავუხლიო თემას, დაძაბეთ და მაქსიმალურად სწრაფად, მაქსიმალურად ეფექტურად მოიხელთეთ საქართველო და ბიძინა ივანიშვილი ამ დავალების ძალიან კარგი რუსეთისეული გაგებით, ან ბიძინასეული გაგებით, საკუთარ თავზეც ხომ ფიქრობს ეს რუსი, არსით რუსი ორჯონიკიძე, კაცი ორჯონიკიძე რუსი იყო, ის საკმაოდ კარგად ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩაუვარდება ხოლმე ეს მინი პროექტები და ერთ-ერთი დავალება, აი მზია ამაღლობელი ვახსენე, ერთ-ერთი სინდისი ქართული ჟურნალისტიკისა, მზია, რომელსაც მე ვუჭერ მხარს, სოლიდარობა მზია ამაღლობელს, ასაკვირველია ეს ხმამაღლა უნდა ვთქვათ და ისევე როგორც უნდა ვთქვათ, სოლიდარობა ყველა პატიმარს, სინდისის პატიმრები არიან, აი ეს 51 ახალგაზრდა სხვები და სხვები, რომლებსაც ებრძვის ივანიშვილის რუსული რეჟიმი, ყველას უნდა გამოუცხადოთ სოლიდარობა. მზია ამაღლობელი ვახსენე და ახლა მეორე ამბავიც უნდა ვახსენო, ეს არის ჩემი კოლეგის ქართული ჟურნალისტიკის დამოუკიდებელ საქართველოში ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, აი ესე ქათინაურს კი არ ვეუბნები ზვიად კორიძეს, არამედ ფაქტს აღნიშნავ. მის წინააღმდეგ განხორციელებელი ზალადობა ხსენებულ ბათუმში, როცა ზვიადი ესწრებოდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს, როცა ზვიადი დაბრუნდა სასტუმროში და იქ ბანდამ დიმიტრი სამხარაძის, რუსი დიმიტრი სამხარაძის თავკაცობით მასზე ფიზიკურად იზალადა. თან იზალადა ყოველგვარი შეპასუხების, ან ყოველგვარი ზვიადისაგან ერთგვარი პროვოკაციის გარეშე, ზვიადი ისედაც არ არის ამგვარი ქმედებებით გამორჩეული კაცი, აგრესიული არ არის, სულაც ის უკიდურესად მშვიდობიანი კაცია. მაგრამ დიმიტრი სამხარაძეს და ამ ბანდას არ სჭირდება საბაბები. მათ იციან, რომ ნაცებს რა, ესე რომ ამბობენ ხოლმე და უკლებრივ ყველა ნაცია, კორიძეც და ნამდვილი ნაციც. ვინც ოცნების ბანდაში არ არის გაწევრიანებული, უკლებრივ ყველა ნაცია ბიზინა ივანიშვილის კამანდისათვის, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.
არა მე რასაკვირველია არ მგონია რომ ბიძინა ივანიშვილმა ხამის პირველ საათზე ამ დროს ხომ მას ძინავს ხოლმე დარეკა და დიმიტრი სამხარაძეს შეუკვეთა ფიზიკური ძალადობა კორიძეზე. რასაკვირველია ეს ასე არ მომხდარა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა შექმნა სისტემა, რომლის შედეგადაც, რომლის მიხედვითაც, რომლის თანახმადაც მოქალაქეები და დიმიტრი სამხარაძე მოქალაქეა სამწუხაროდ ამ ქვეყნისა, ძალადობენ სხვა მოქალაქეებზე მათზე, ვინც ამ სინდიკატში, ამ კოზანოსტრაში, ამ კამორაში არ არის გაერთიანებული, ამ ბანდაში, არ არის გაერთიანებული, ამ ბანდის წევრი არ არის. ახლა ვიღიმე იტყვის რომ კალაძემ რომ გადაიპარსაო, ხო, ნუ შეიძლება ადამიანმა გადაიპარსოს ან რა სალაპარაკოა ახლა. მაგრამ ნახეთ როგორ უკაცრავად რუსული სიტყვისთვის როგორ ვიდუხაზე, როგორ იერზე მოვიდა, როგორ იერი მიიღო დედაქალაქის მერმა ძველი ბიჭის. ეს კალაძემ რატო გადაიპარსა, მე რა ვიცი, იქნება თმის ამონერგვა უნდა და შესაძლოა სცვივა ჩანერგვა უფრო სწორად. და უნდა რომ დაიმატოს 3, 7 ან 14000, 41000 თმის ღერი. შესაძლოა მაგითო, მაგრამ ეს FSB-ს ერთგვარი შეკვეთა იყავით მაქსიმალურად ძველბიჭურები. ამას ეუბნება FSB ივანიშვილს და ივანიშვილი კი მისი ბანდის წევრებს. ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? ივანიშვილი დგას. სისტემის შემქმნელი ივანიშვილი, რომელმაც პერსონალურად მიიღო გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის საპატიმროში გაშვებასთან დაკავშირებით და პერსონალურად არ მიუღია ქორიზის ცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, თუმცა რასაკვირველია ეს მისგან მოწონებულია აი დღეს დილით რომ გაიღვიძა და რომ გაიგო რომ დიმიტრი სამხარაძემ და მისი ბანდის წევრებმა იძალადეს ჟურნალისტ ქორიზეზე. ბიძინა ივანიშვილმა უთუოდ მოიწონა ეს საქციელი თუ ჰქონდა სატელეფონო კონსულტაცია, მეორე ტელეფონი აღმოვაჩინე სრულიად შემთხვევით. დიმიტრი სამხარაძესთან უთუოდ შეუქო ეს საქციელი, რაც ერთგვარი მწვანე შუქია დიმიტრი სამხარაძისათვის, რომ უკვე სხვა დღეებში, უკვე მომავალში, არა მხოლოდ დიმიტრი სამხარაძემ, არამედ სხვებზე განაგრძონ ძალადობა, კვლავ კიდევ ერთხელ იძალადონ. ახლა ჩამოდგებიან უდრკვინველსახიანი ბრჭყალებში ინტელექტუალები ქართული ოცნებისა და იტყვიან რომ იცით რა, ძალადობას გმობენ ორივე მხრიდან. რომელი ორივე მხრიდან? აქვე გავიხსენებ ინციდენტს, შევეხები ინციდენტს, რომელიც ზვიად ქორიძეს წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტის შემდეგ მოხდა იმავე სასტუმროში, ანუ შერატონში. თავს დაესხა ეს ბანდა და გავრცელებული ინფორმაციით ეს მსოფლიოს თუ ოლიმპიური თუ ორივეს ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, რომლის ადვოკატი ვექილი გამომქომაგებელი მე არც არასოდეს ყოფილ ვარ, იმიტომ რომ ჩემი ღრმარწმენელი გიორგი გახარიამ თავისი უზარმაზარი შეცნობები დაუშვა, მაგრამ რას ნიშნავს? რას ნიშნავს პოლიტიკოსზე განხორციელებული ძალადობა? საერთოდ ნებისმიერ მოქალაქეზე, ჟურნალისტზე, აქტივისტზე, მსახიობზე, არამსახიობზე, ნებისმიერი პროფესიით ადამიანზე, მაგრამ პოლიტიკოსზე ასევე და განსაკუთრებით ოპონენტზე. პოლიტიკურ ოპონენტზე განხორციელებული ძალადობა და მე, რომელიც არ ყოფილ ვარ გახარიას ამორჩეველი, მე მიწევს მისი ხომაგობა, მისი გამოსარჩლება, მისი ადვოკატობა, ვექილობა, დიახ, მე ვუჭერ მხარს გაგიკვირდებათ და სულაც არ უნდა გაგიკვირდეთ გიორგი გახარიასაც და ნებისმიერს დაჩაგრულ სამხელისუფლების მიერ. მე ვუჭერ მხარს ყველას, ვისაც მოხვდა ან მუშტი, ან ჯოხი, ან დუბინკა ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის მიერ მოქნეული. რას აპირებს ივანიშვილი უკვე სამომავლოდ? ეს არის ძალიან საინტერესო კითხვა. ან როდემდე აპირებს, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, როდემდე იომებს სწორი მართებული სლოგანი გვაქვს ახლა გამოტანილი, იომებს, ბრჭყალებშიც კი არ გვაქვს ჩასმული, როდემდე იომებს ის ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ამ თემას მე უთუოდ შევეხები შაბათს ჩემს საავტორო გადაცემაში კონტექსტი, რომელიც ისიც თქვენ რომ ფორმულაზე გადის. ჩემს ედიტორიალში როდემდე იობებს მე კი ამ კითხვას დავსვამ, მაგრამ აქაც აი ჩემს ვიდეო ბლოგში სწორ აზროვნებაში კიდევ ერთხელ გავუსვამ ხას, მე გეტყვით ჩემეულ წარმოდგენას, ჩემეულ ხედვას
იმასთან დაკავშირებით, როდემდე აქვს მას მიცემული ვადა, ან დრო, ან ვადადროები ივანიშვილს, რომ მოიხელთოს, მოიღლიაოს თავად და რუსეთს მოაიღლიავებინოს ჩვენი ლამაზი არაჩვეულებრივი ქვეყანა, ლამაზი არაჩვეულებრივი ხალხით, წარმტაცი ქვეყანა. და აქ თაბარს არ გულისხმობ, ქვეყანა, რომელსაც აქვს პირველ ყოვლისა, არა წარსული გვაქვს, არა აწმყო არ აგვწყალობს, არამედ მომავალი აქვს, ან უნდა ჰქონდეს და ჩემი აზრით, რუსეთისაგან, FSB-საგან, პუტინისაგან, კრემლისაგან, მოსკოვისაგან ივანიშვილს მიცემული აქვს ამგვარი დავალება. რუსულად ვიტყვი, всё это надо закончить до 9 мая. ყველაფერი ეს უნდა დაამთავროთ 9 მაისამდე და ამ ფიქრამდე, ამ აზრამდე მე მივედი რამდენიმე ხნის წინ, რამდენიმე დღის წინ, ასე შემიძლია ვთქვა, როცა სრულად არ ვუკირკიტებდი არა ინფორმაციებს საქართველოს შესახებ უცხოურ წყაროებში, არამედ ვუკირკიტებდი ინფორმაციებს უკრაინის თაობაზე და იქ ძალიან ბევრი ლაპარაკობს, რომ სწორედ 9 მაისამდე ეგრეთ წოდებულ დიდ სამამულო ომში რუსეთის საბჭოთა კავშირის გამარჯვების მე-80 წლის თავამდე რუსეთს სჭირდება, რომ 15-ვე არა კარგი 12-ვე რესპუბლიკის წარმომადგენელი იდგეს წითელ მოედანზე მავზოლეუმის თავზე, არასწორი სიტყვა, მავზოლეუმზე, ლენინს თავზე და იქიდან პუტინთან ერთად ულოცავდეს რუს ჯარისკაცებს. დიახ, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ოფერი, ანუ წინადადება, приезжайте, господин президент Кавелашвили. ჩამობრძანდით, ბატონო პრეზიდენტო ყაველაშვილო და დაესწარით ამ ღონისძიებას 80 წლის თავს ეგრეთ წოდებულ დიდ სამამულო ომში გამარჯვებისა, ეს უკვე მიღებული აქვს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მაგრამ ყაველაშვილი და ვერც კობახიძე და ვერც ვერავინ, ვერც ივანიშვილი უშუალოდ, ვერც ვერავინ ვერ გაბედავს მოსკოვში ჩასვლას, იქ ხო ვერ მივწვდებით, მაგრამ მაინც ვერ გაბედავენ ისინი მოსკოვში ჩასვლას, მაშინ და იმ პირობებში, თუ რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე არის პროტესტი, აქციას, პროტესტს, სიმღერა ალილოს სიმღერა ხორუმს მარშს მიხვება. ამიტომ სწორედ ამ პერიოდამდე, სწორედ 9 მაისამდე და უფრო ადრინდელ დრომდე, აპრილის შუა რიცხვებამდე, მოდი ასე ვიტყვი, აქვს ივანიშვილს მიცემული ვადა, როგორმე დააბრუნეთ საქართველო რუსულ წიაღში. Грузия должна вернуться в родную гавань. Крым возвращается в родную гавань. ესე თქვა ყირიმთან მიმართებაში და ერთი სული აქვს პუტინს, რომ თქვას Грузия вернулась в родную гавань. ერთი სული აქვს, იმიტომ რომ საქართველოს კვლავ მეორე კავკასიის ესე ძველი გაგებით და შავი ზღვის რეგიონის გასაღებია, სომხეთს ხო ავტომატურად ჩეხავს სატრანსპორტო დერეფანს, ხო ავტომატურად აჩერებს ან სათავისოდ გარდაქმნის. ჩრდილოეთ კავკასიის ბჭყალებში თუ ბჭყალებოდ პრობლემასაც უკვე პრობლემებსაც სამხრეთიდან უვლის, აგვარებს. და ამბობს ამგვარ რამეს, რომ ეს ტერიტორიები არის ჩემი ტრამპთან მოლაპარაკების წინ, სანამ ტრამპს შეხვდება, ვიდრე ტრამპს შეხვდება და აქ ვეღარ შემოხვალ თქვენ ისინიც კი ვინც აქ არიან ამერიკელები, უნდა წავიდნენ, უნდა წაეთრდნენ, იმიტომ რომ ეს ჩემი ტერიტორია. მაგრამ ეს ყველაფერი ივანიშვილს ცხადია საბოლოო ჯამში არ გაუვა და პირველ ყოვლისა არ გაუვა. არა. პირველ ყოვლისა არ გამოვა, იმიტომ რომ დასავლეთი ჩვენთან არის. ჯო ვილსონი ასე რომ აიგდო ქართული ოცნების ბანდამ და პენსიონერი უწოდა, ის წერს. მართებული გაგებით გრაფომანად იქცა. სულ წერს. მაგრამ წერის გარდა, ხო? ეს ხო მნიშვნელოვანია რომ წერს, მაგრამ ის უკვე ხდება პრეზიდენტ ტრამპსაც. არჩეულ პრეზიდენტს ტრამპს, რომელსაც 20 იანვრიდან არჩეული სულაც აღარ ეწოდება. და ნახეთ რას უამბობს წინასწარ შეხვედრებზე. ეუბნება რომ ეს ივანიშვილი არის ჩინეთთან ალიანსში მყოფი წითელი
ხაზიან წითელი აჭერია ტრამპისთვის ჩინეთის ხსენებაც კი ამბობს ვილსონი ეუბნება რომ ეს ივანიშვილი არის შენ რომ გაფეთქებდა იმ ჰეზბოლა ჰამას ირანის ტრიოს პარტნიორი და რაც არ უნდა საჭირო რომელიღაც მიზეზით საჭირო იყოს ივანიშვილი ვინმესთვის ის დემოკრატიას ხო ღალატობს მაგრამ ამერიკის ინტერესებსაც ღალატობს და ამერიკის ინტერესები ფართოა და დემოკრატიულია რასაკვირველია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამიტომ რაც არ უნდა ამგვარი პოლიტიკა გქონდეს ჩვენ ახლა ესეთია გზავნილი რესპუბლიკელებისა და არა მხოლოდ რესპუბლიკელებისა ტრამპისადმი რომ გამოვიდეთ ნელ-ნელა და აი რაღაცა სირბილისაკენ წავიყვანოთ რუსეთთან საქართველოს უმნიშვნელოვანესია მით უფრო საქართველოს რომლის ხალხის იბრძვის და მე კი ვთქვი რომ პირველ ყოვლისა დასავლეთი რომ არის ჩვენს გვერდით იმიტომ გავიმარჯვებთ მეთქი მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ან ქართული ხომ მდიდარი ენა უპირველეს ყოვლისა გავიმარჯვებთ იმიტომ რომ ჩვენ ჯიუტად დგავართ და კვლავ ვიმეორებ მშვიდობიერად დგავართ როცა მე უკრაინელები მეკითხებიან როგორ იქნება თქვენი რევოლუცია ბელარუსის სცენარს ხო არ დაემსგავსება 2020 წლისა უკრაინის სცენარს ხომ არ დაემსგავსება 2014 წლისა მაიდანი იგულისხმება რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო არ მეზარება ამის გამეორება უკრაინის სინამდვილისათვის მე ყოველთვის ვცდილობ უპასუხო ქართულად მოვთარგმნი ახლა რამეტალი ბევრი რუსული არ გამოგვივიდეს მართლა ყველა რევოლუციას თუ მაინც და მაინც რევოლუცია ჩვენთან აქვს საკუთარი ფერი, საკუთარი შტრიხები, საკუთარი ინგრედიენტები, საკუთარი კონტურები, საკუთარი ხასიათი და ჩვენ ბელარუსი რასაკვირველია ვერ ვიქნებით იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი როდიდან გვაქვს ჩვენ ტრადიცია, კულტურა, ისტორია პროტესტებისა ვერ ვიქნებით, მაგრამ არც უკრაინა ვიქნებით 14 წლისა, იმიტომ რომ და მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ რატომ თუ ივანიშვილი იარაღს აიღებს მაგ შემთხვევაში დაშვებით თუ ივანიშვილი როგორც იანუკოვიჩი და ის იანუკოვიჩსა და ლუკაშენკოს სიმბიოზის გზაზეა თუ ისვრის ჩვენ წინააღმდეგ თუ ბერკუტი არა მარტო დაგვარბევს არამედ ჩაგვისაფრდება და ამისკენ მიხყავს ივანიშვილს აი სიამაღლობელის და მანამდე ბიჭების როგორც ერთმანეთი დაპატიმრებული ახალგაზრდაა და მეტი და მაგალითები და ქორიძეზე განხორციელებული თავდასხმა და გახარიაზე განხორციელებული თავდასხმა ხო ამის თვალსაჩინოება თუ ისვრის ამ შემთხვევაში რა ხდება როგორ ქმედებთ ჩვენ არა მე არავის ეგონოს რომ მე მოუწოდებდე ვინმეს იარაღის აღებისაკენ ჯერ ერთი ქართულ საზოგადოებაში იარაღი არც არის და მეორე ამ იარაღის აღება რასაკვირველია ჩვენთვის იქნება კონტრპროდუქტიული იმიტომ რომ ეს გაცილებით ივანიშვილი გაცილებით უარესის ჩამდენია მას თუ გახსოვთ ნათქვამი აქვს ამგვარი რამ საკუთარი ზემოიმერული კილოკავა აქცენტით მე არც იანუკოვიჩი ვარ და არც შევარდნაძე რას ნიშნავს ეს მე შევარდნაძის მსგავსად 2003 წელს რომ წავიდა რა თქვა სახლში მივდივარო სახლში ესე თქვა ბაბუ შევარდნაძემ ხო რომელსაც ხადი არ მივტირი მაგრამ იქ კი სწორე მართებული ნაბიჯი გადადგა 2003 წლის ნოემბრის მიწურულს მე შევარდნაძის მსგავსად არ წავალო თქვა შევარდნაძემ და არც იანუკოვიჩი ვიქნებიო ანუ იანუკოვიჩმა ისროლა და ისე წავიდა თებერვლის მიწურულისკენ 2014-ში არც ერთს არ დავემსგავსებიო მოკლედ რო ისროლოს ივანიშვილმა როდემდე იომებს სწორედ იმ დრომდე ვიდრე მას დავალება იქნება და უკვე შემდგომ როგორც მავრს რომელმაც დავალება ვერ შეასრულა რუსეთი არასწორი ზმნა არის გაიხმობს არა იარ გაიხმობს მაინც და მაინც არამედ აცტუპაიძე გაეშვით ჩვენ მეორე მესამე თუ მე-17 გეგმა უნდა განვახორციელოთ ჩავრთოთ იტყვის რუსეთი მოსკოვი პუტინი კრემლი ხო ერთი სული აქვს მოსკოვი პუტინი კრემლი თბილისის თავზე როგორ თქვა რუსეთის დროშაც ფრიალებს ეს უპატაკოს ეს დეპეშა ეს იმეილი უკვე ჩვენი დროებისათვის ადეკვატური
ტერმინოლოგიით რო ვილაპარაკოთ, გაუგზავნოს ივანიშვილმა პუტინს. ეხლა კითხვა ამგვარია. იმდენად ბევრი წითელი ხაზი გადაკვეთა ბიზნა ივანიშვილმა და მისმა ბანდამ, ქართულმა ოცნებამ, რომ კითხვა ამგვარია. სად მიეთრევიან და მე შეგდებულად აი ამ ზმნას ხმარობ ქართველი რუსები უკვე შემდგომ. როდესაც ისინი დამარცხდებიან მაისში, აპრილში, მაისში, ივნისში, სექტემბერში თუ ოქტომბერში. როდეში ჩვენთან გავრცელებული ამგვარი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აი ბიზნა ივანიშვილი წავა მოსკოვში ვერა, პარიზშიც ვერა, ბრაზილიაში, კოპაკაბანას პლაჟზე გა ისეირნებს ფეხში შველა. რა მამული მაინც ვერ იგრძნობ ვერც საჩხერეში. შენ ივანიშვილი. ხო, და იქ რაღაც ამაზონის ჯუნგლებში იქნება. მე არ გონია ეს. გულახდილად გეტყვით. აქამდე მეგონა ერთი თვის წინ, თვენახევარი თვის წინ მეგონა, რომ სწორედ ის არის მისი დასაბანებელი. ახლა აღარ მგონია ასე. მე მგონია, რომ ბრაზილიაში მას ასე იოლად ვერ მიიღებენ, მას უკვე დამნაშავეს ქართული სახელმწიფოს წინაშე და ბრაზილია შეერთებული შტატების, ბრაზილია დასავლეთის ურთიერთობებიდან გამომდინარე, სამომავლო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ბრაზილიისთვის ესეთი ხელგაშლილად მისაღები პირი ბიზნა ივანიშვილი მისი მილიარდების მიუხედავად სულაც არ იქნება. საფრანგეთსა და რუსეთში ვერ მიდი, ჩრდილოეთ კორეაში არ ვიცი, არ მიდის ალბათ. ბად ობიექტურები რო ვიყო. აქედან გამომდინარე, სად მიეთრევიან ქართველი რუსები და კონკრეტულად ივანიშვილი, მე გულახდილად გეტყვით, არც ვიცი, მე მგონია, რომ ივანიშვილი რჩება საქართველოში, ან მოდი ასე ვიტყვი და დარჩეს საქართველოში და დამოუკიდებელი ხაზს უსვამ, დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს, ანუ ვიდრე დამოუკიდებელ სასამართლოს შევქმნით ჭორვილაში თუ აბასთუმანში, მას ერთგვარად თავისუფლად, ანა უпроსტად შეზღუდულად გადაადგილების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ჭორვილაში, ყვირილაში შეუძლია ჩაატყლაპუნოს თავისი ფეხები, ჩაატყლაპუნოს სწორის ნარი, ჩაატყლაპუნოს და უკვე შემდგომ როცა დამოუკიდებელი სასამართლო შეიქმნება ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის ის უნდა იყოს დასჯილი. რაც შეეხება სხვებს, სად მიეთრევიან კობახიძეები, თითო სამხარაძეები, ანრი ოხანაშვილები და სხვები ვერ გეტყვით. ივანიშვილთან ერთად რომ არ არიან, ესეც ფაქტია და ისინიც რასაკვირველია, უნდა გასამართლდნენ სიცხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის, თუ ასეთი არის ჩადენილი და იოლად დასამტკიცებელი იქნება დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ, მათ მიერ სიცხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ქართული სახელმწიფოს წინაშე, ანუ ხალატი. უკვე შემდგომ როგორ იქნება მომავალი ხელისუფალი მათ მიმართ, ეს ცალკე თემა. შესაძლოა იყოს ლბობიერიც კი ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ ისინი გარკვეული სასჯელის მოხდის, გარკვეულწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ გამოვლენ და ეგდებიან ჩუმად და უჩუმრად. ხო, ეს საკამათოა, რაც გულახდილად გეტყვით, შეიძლება ბოლომდე უნდა მოიხადონ მათ სასჯელი და დღეს რომ გგონიათ, რომ ასე ძალადობით ისინი გადააგორებენ და გაიმარჯვებენ უკვე და ჩვენ გავჩუმდებით. არა, ბატონებო. ჩვენ სწორედაც რომ არ გავჩუმდებით, იმიტომ რომ მათგან განსხვავებით სრულად გვაქვს გასიგრძე განებული პასუხისმგებლობა, როგორც წარსულის, ისე აწყოს, ისე მომავლის წინაშე. ნახვამდის.